ცენტრის მიზანი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობების განმუხტვა, სამოქალაქო დიპლომატიისა და სხვა ერთობლივი ღონისძიებები. დამფუძნებელთა განმარტებით გროსი აპოლიტიკური ორგანიზაცია იქნება და არ ჩაერევა არსებულ პოლიტიკური საკითხების გადაჭრაში, თუმცა თავისი მოღვაწეობით მაინც შეეცდება ხელი შეუწყოს დაძაბული ურთიერთობების განმუხტვას. Იდაგეთ რომ ვერავინ და ვერასოდეს დააშორებს ქართულ და რუს ხალხს ერთმანეთს. დღევანდელი დღეც ამის დასტურია. არაფერ შუაშია პოლიტიკა, ეკონომიკა. თავარი აქ მხოლოდ ქართველი და რუსი ხალხის ერთადყოფნა. ბედნიერება იმყოფებოდა შენს მშობლიურ ქვეყანაში. მე აქ ჩემს ოჯახთან, მეგობრებთან ერთად ჩამოვედი. ვიყავით ხაშურში, გორში, მოვინახულეთ სტალინის ძეგლი, მაგრამ თავარი მისია, რომლისთვისაც აქ ვართ, ისაა რომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაღრმავოთ ურთიერთობა რუსებსა და ქართველებს შორის. Отдали дань уважения. რუსეთს ძალიან მოინატრა საქართველო, აი კულტურის მხრივ, ხო? იმიტომ რომ ტრადიცია ძალიან დიდი ხნის იყო, ჩამოდიოდა რუსთაველის თეატრი, სოხიშვილი, რამეშვილი და დიდი ხანია უკვე არ ხდებოდა ეგეთი ღონისძიებები და არა მარტო ბურჩომით და ღვინო მოინატრათ რუსებს. როგორც გონია, ურთიერთობა საქართველოშიც მონატრებულია. ორგანიზაცია ამ დროს ძალიან დიდ სამუშაოს შეასრულებს კულტურული ურთიერთობების განვითარებაში, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში და ძალიან ბევრი პროგრამები გვაქვს, რომელიც სოციალურ თემას შეეხება. გარკვეული სტერეოტიპების სხდომის დრო მოვიდა. იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, ომი ვცადეთ, უბრობა ვცადეთ, დაძაბულობა ვცადეთ, იქნება რაღაცა სხვა მეთოდით ფორმაც ვნახოთ.